მოგესალმებით, შემოკარგებო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით. იმედია, კარგად გზავნდებით, მე კარგად ვარ. და მიხარია რომ წვიმს, ინდაჯერე გინდა რა. მე მიხარია, მიყვარს შემოდგომა, მიყვარს სიგრილე, მიყვარს წვიმა, ისე იწვიმა დღეს, ისე იწვიმა. აგარაში ყოველ შემთხვევაში სხვაგან არ ვიცი, რომ აი სუ გაწუწა აივანზე, კედლები, რა ვიცი, მას შემოასხა, საძინებელში კარები მქონდა ღია. ამდენით მივხურეთ მე და ბუბუ, იმიტომ რომ ბუბუ ძალიან ეშინო და ჭაქახუხილიო, აი არაფერი არ ჩანდა ჰორიზონტზე, საერთოდ აი მოპირდაპირე კორპუსი ვერ დავინახე. მესიამოვნა, ისე მესიამოვნა გავგიჟდი. ამოისუნთქა მე 1-2 საათი და ახლა ისევ გააგრძელა და გააგრძელოს, რა უყოთ ახლა. ჩვენ მივხედოთ ჩვენ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, სათავსო მაცივრის კარები გაღებულა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, შემოკარგებო, სარეცხი ჩავრთე, იმიტომ რომ ჩასართავი იყო, რა ვქნა ახლა? არა მაქვს არა, ჩასაცმელი შამომელია, კაცო. რას აკეთებ, კუსა? აბა რა ვქნა, რა უყო. ეს არის, რა ქვია. დასარეცხი იყო, სავსე იყო, მთელი 7 კილოიანი, მანქანა იყო გამოჭედილი და ჩავრთე. შიგნით ხომ აქვს საშრობი, გასაშლელი საშრობი მაქვს, ესე ვთქვა. ეს ანანასივით რომ აქვს, ცოტა შესამოკლებელი მაქვს მე. ხო და რაღაცა წვრილმანებს მაინც გავაშრობ შიგნით თუ არა და აივანზე გავშლი ამ საშრობს და გაშრება, იმიტომ რომ წვრილმანები ჭირდება. ხო და ჩემო კარგებო. ესეთი ამბები გვაქვს. აიმიანი შემოდგომის სიგრილე გვაქვს და ძალიან მიხარია და ალბათ ახლა უფრო მეტი ხალისით ვივარჯიშებ, როგორც იქნა ავაწე, დღეში 2 კილომეტრამდე გავდივარ სწრაფი ნაბიჯით, აი ძალიან სწრაფად 5.5 სიჩქარეზე ვაყენებ ტრენაჟორს და ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა ჩემთვის ადამიანისთვის, რომელსაც ძალიან დიდი ხანი არ ვარჯიშია. ეს გადაბმულად დაახლოებით 10 დღე ამ ყველაფერს ვაკეთებ. ტასიკომაც, თუმცა ფეხი დამეჭიმაო მითხრა და დავისვენებო ამ შაბათ-კვირასო. ტასიკოს ძალიან უყვარს შაბათი-კვირა და მეც ძალიან მიყვარს შაბათი-კვირა, იმიტომ რომ ტასიკოსთან რა არის ბუჩუცა ეგ? გენეცალი, ბუბუკა, მაჩვენე სიხარულო. შენი სათამაშოა? კარგი. რაღაცას ყუნეთდა და მე ვიფიქრე. რაღაცას აფუჭებს. მეთქი, როგორც ყოველთვის რაღაცას იპარავს და არა, თავისი ძვალია. რა დღეშია უკან, შეხედეთ. რა არის ახლა ეს ყველაფერი გადმოლაგებული. რა არის და საკერავებია გადმოლაგებული, შემოკარგებო. მოვამზადე უთო, საუთოებელი, მე ერთ-ერთს არ ვაუთოებ და საუთოებელი არც მაგიდა მქონდა და არც ქსოვილი, რომელსაც გავაუთოებდი და კერვისთვის ეს საჭიროა. მოვამზადე, აი აბსოლუტურად ყველაფერი განვეწყვე, თარგი გავაკეთე, ის ვქენი, ეს ვქენი, მოკლედ. ავჭერი, გავზომე. ხო და დავიწყე ამ ჩემი იდეების რეალიზება და სად იყო და სად არა გამოვიღე საკერავი მანქანა ყუთით. და როგორც ჩანს, რაღაცა მძიმე დავატეთ ზემოდან. არ ვიცი ტრანსპორტირებისას, თუმცა ტრანსპორტირების შემდეგ მე მანქანა გამოვიყენე. თუ მაშინ არ მივაქციე ყურადღება, არ ვიცი როგორც არის. მოკლედ თათი აი ნემსი რო ჩადის და თათი აი ესე რომ მოძრაობს და ის ნემსი რო ჩადის. აი იმ თათს უკან აქვს პატარა ენა, რომელიც იწევა ზემოთ და თათი იხსნება რომ გამოცვალო. თათი ხო ბევრნაირია. აი ის ენა ასაწევ დასაწევი არის დამაგრებული აი როგორც სარეცხის სარჭი, როგორც სარეცხის შპილკის ზამბარა, აი ესეთი ზამბარით და აი ზამბარა იყო დაგრეხილი, რომ მე ვფიქრობ რომ ზემოდან რაღაცა სიმძიმე დაედო თუ რა ვიცი მე რა მოხდა. ვიკითხე ქარელის ჯგუფში, ხაშურის ჯგუფში, გორის ჯგუფში, აგარის ჯგუფში და აგარის ჯგუფში მიპასუხა დანარჩენ ჯგუფებში მითხრეს რომ აქ ეგეთი არავინ არ არის. და ჩვენ ჯგუფში, აგარელების ჯგუფში მიპასუხა ჩემმა მეზობელმა, პირველი ზართულის ლიზამ, ჩვენს უკან კორპუსში იკითხეო, სახელი მომწერა, ის აკეთებსო და ისე გამეხარდა, გადავირი ახლა დღეს წვიმშთორე გადავირბენდი და გადაუტანდი და ძალიან მეზარება ამის თბილისში წამოწევა.
თუმცა სადაც შევიძინე თბილისში, პეკინის 2 ნომერში შევიძინე, იურას მაღაზიაში. დასკო პატარა იყო მაშინ, სადღაც ალბათ პირველ მეორე კლასში მეტის არ იქნებოდა. შეიძლება ცოტა უფრო დიდი. იქ მივწერე, თქვენ ხო არა გყავთ ხელოსნები მეთქი და მომწერეს 2 ძალიან კარგი ხელოსნის ნომერი, ჩვენ ამას ვინდობითო და ეგ მიდიო. ხო და სისტემურად თვითონ ელექტროობა, თვითონ ეს მოტორი, ეს ყველაფერი გამართულია წესრიგში, აი ვიცი რაც არის რა. მე ვითომ ჩემი ჭკუით გავასწორე, აი ჩავსვი როგორც ჩასასმელია, მაგრამ დეფორმირებულია ეს ზამბარა. მართულია, მყარი მართულია, წვრილი დახვეული. დეფორმირებულია და რადგან დეფორმირებულია, თათიც ისე არ მიდის და ისე არ კერავს, მოკლედ რას აკეთებს, იცით, რაღაცა მომენტში კერავს და რაღაცა მომენტში ნაქსოვილის ქვემოთ ესე იხუჭუჭებს და იბურდავს ძაფებს და შესაბამისად ნაკერიც გვირისტიც თავისუფალია და არ არის კაუჭგამოდებული. ასე რომ ძალიან დამწყდებულია, ისე ცუდ ხასიათზე ვიყავი საღამოს, ის რაც მე არ მჩვევია, ტასიკომ დამცინა, კარქიო რა, კაცო შევაკეთებდო და რა უსაშველო გახდაო, მაგრამ ისე ვიყავი განწყობილი რაღაცების საკეთებლად და ისე ჩამეშალა გეგმები, რომ ჩაუვარდა კოზი ნაცარშიო, როგორც ჩვენი მშობლების თაობა ამბობდა ესე. და ну, რა ვქნა. მივხედავ და მე. ამიტომ დაკავებული ვარ სხვა რამით, უმეტესად დაკავებული ვარ თელვით. და რას ვაკეთებ ახლა? მასტერკლასი მინდა რომ მოვამზადო თბილისში. ერთხელან 2-ჯერ ამ შემოდგომას მინდა ჩავატარო მასტერკლასი, როგორ უნდა ვთქვა სწორად, ხო, ჩავატარო, რატომ ასე? მასტერკლასი ჩავატარო, დაახლოებით 10 ადამიანი, ვიპოვე კიდევაც სივრცე, სად შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. სახელოსნო სალონია, აქირავებენ სივრცეს, საკმაოდ მაღალ ფასად. მაგრამ ყველაფერს მაღალი ფასი აქვს ახლა და რას სიზავ. და მინდა რომ ერთხელან 2-ჯერ მაინც იმედი მაქვს რომ მოგროვდებიან მსურველები. მინდა რომ გავაკეთო თექის სათამაშოს, რომელიც კარკასზეა. ანუ კარკასის გაკეთება, კარკასის ამოყვანა, ასე ვთქვათ, დამუშავება, მომზადება იმისთვის, რომ დაითელოს, ამისი მოთელვა და შემდგომ ამ ყველაფრის გაფორმება, სისრულეში მოყვანა და ვაკეთებ რას, იცით, აი ვფიქრობ, რომელი პერსონაჟი, რომელი ცხოველი თუ რომელი, რა ვიცი მე, ვაშლი თუ მსხალი თუ ბოსტნეული თუ რა მოვთელოთ. რა დრო დამჭირდება ამ ყველაფრისთვის. მე არასდროს არ დამინიშნავს ახლა საათი, ერთ სათამაშოს რამდენი ჭირდება თქო და მე მინდა რომ მასტერკლასზე რომ დავიწყებთ, დავამთავროთ საქმე ბოლომდე. ხო და ხომ და ვიცოდე რა დრო მჭირდება, რომ საათობით ქირავდება ეს ფართო. აი მას ვაკეთებ. იქნება ერთი აქაც გავაკეთო. ან საერთოდ შეიძლება ბავშვების ჯგუფი წავიყვანო. ვნახოთ როგორ იქნება და რა იქნება ჩემო კარგება. ეს არის ჩემი სიახლე რაღაცების კეთების. TikTok-ზე უფრო აქტიური ვარ ვიდრე YouTube-ზე. TikTok-ზე რაღაცა პატარა ვიდეოებს ვიღებ, ასევე გადავიღე ერთი სარეკლამო ვიდეო, სადაც ბავშვის თოთო ბავშვის ჩასაცმლის კოლაჟი გავაკეთე, მალე მინდა რომ ლაივი გავაკეთო TikTok-ზე, ონლაინ მაღაზიის გაყიდვების. ხო. დედამ ბევრი ბადრიჯანი მიყიდა, თვითონაც იყიდა და მეც მიყიდა და ერთი დიდი ჩანთა ბადრიჯანი. ნაწილი თხლად დავჭერი და შევწვი ორივე მხრიდან ზეთში. და გამომივიდა 2 ნაყინის კონტეინერი, რა გდია საყვარელო აქ, რას აკეთებ? ჰა? რა შევი, ბიჭო? მოხეროში. და ასევე მეორე ვარიანტი, მეორე ნაწილი,
წვრილად დავჭერი, კუბიკებად, ასე ვთქვათ. ძალიან წვრილად არა, კუბიკებად დავჭერი, დუღარაზეში ჩავყარე და როგორც მზესუმზირა აი ესე კრატუნა გახდა. რბილი არა, კრატუნა. ამოვწურა და ისიც დავპრისე 2 ნაყინის კოლოფში, ასე რომ ახლა მაქვს 4 ნაყინის კოლოფი ბადრიჯანი, რომელიც შემიძლია სხვადასხვა ვარიაციებით გავაკეთო სეზონზე, როცა არ იქნება ბაღის ბადრიჯანი. მე ატანა არა მაქვს იმისი ზამთარში რო იყიდება, არაფერს გემო არა აქვს, რაღაცა არ მომწონს. ბულგარულ წიწაკას გემო აქვს. თუმცა ისიც კაი პლასმასია. ხო და რა ვიცი ხა, ზოგი თulis რომ მაცივრი ვარში ნადებს ამდენი თვეო მირჩევნიაო ვიყიდო სათბურისო. მე რატომღაც ეს უფრო მირჩევნია. თანაცით მეიოლება, გამოიღე რაღაცა ასე ვთქვათ, გაუკეთე რაღაცა соуსი, წვანილებით, ტომატით, ნიგვზით, რითიც გინდა და უკვე სადივია. ასევე წიწაკაც მომცა დედამ, იცით რამდენი მომცა, 1 ჩანთა მომცა, ეს კარფურის ჩანთები რო აქვს, შავხევსურეთის ორნამენტები რო ახატია, ზოგს ყაზბეგი ახატია. 1 მომცა წიწაკა საწნილე და 1 ბადრიჯანი. წიწაკა საწნილე გავასუფთავე, უწევი მოვაჭერი, პატარა ნაჭრებად დავჭერი, გავავსე 2 კონტეინერი. დავპრისე ისიც ნაყინის კონტეინერის ტოლი, აი საოჯახო ნაყინები როა კილოიანი, დავპრისე შევდე საყინულეში, დანარჩენზე ვფიქრობდი რა გავაკეთო მეთქი და სად იყო და სად არა, ჩემმა მეუღლემ კიდე მოიტანა წიწაკა. ხო და ჩავყარა ესენი ერთად, დედას ვკითხე, ხო არ გინდა მეთქი, არ მინდაო, მითხრა, აღარ გამაგონო და დავავლე ხელი ამ ჩანთას და გავაქცუნე ჩემ მეგობართან. აჰა, მე ვთხარი, ხო გინდოდა ერთად ბაზარში წასვლა და ყიდვა და აჰა, მე ვთხარი, გააკეთე მეთქი და კი გამოუვიდა, 3 კილა გამოუვიდა, ზეთში გაუკეთებია. აი ესეთი ამბებია. მოკლედ, კონსერვაციას ჯერ არ მოვრჩი, ტომატი მაქვს გასაკეთებელი, გააკეთეთ თქვენ ტომატი, თუ საერთოდ არ აკეთებთ. წელს დედამ ვერ მოხარშა, თავისთვის, ჩემთვის კი არა და თავისთვის ვერ მოხარშა ბოსტნის პომიდორი, საჭმელადაც არ იყო. და უნდა ვიყიდოთ ორივემ და უნდა გავაკეთოთ. თუ ტემალს მივასწარი, კიდევ მინდა ტემალი მხოლოდ და მხოლოდ კვაწარახისთვის. იმიტომ რომ ტასიკოს ძალიან უყვარს კვაწარახი. აი ესეთი ამბები მაქვს მე შემოგარგე. როგორც ყოველთვის ვალაგებ, ჭურჭელს ვერცხავ, სარეცხს ვფენ, ვსნი, კეცავ, რა ვიცი მე ბუბუს ვული, ცხოველებს ვასუფთავებ, ბუბუ არის გასაკრეჭი. შემდეგ კვირას ჩავეწერებით და წავალთ გორში და გადავიპარსავთ. ამ ჯიშის ძაღლებისთვის კარგიაო ესე ორჯერო გადაპარსვაო და აი პირველი გადაპარსვიდან 6 თვეში კიდე გადაპარსეო, მითხრა მან ვინც მომყიდა. ბუბუს დედიკოს და მამიკოს პატრონმა მითხრა ასე. წავალთ გორში გადავპარსავთ, ფრჩხილებს დავაჭრით. ანუ გამოდის რომ 6 თვე უკაჩავს რა ეს გაპარსვა და სადღაცა გაკრეჭვა უნდა 3 თვეში ერთხელ. როცა გასაპარსე არ იქნება და გაკრეჭვას დავიწყებთ. ფრჩოსკების გაკეთებას რო დავიწყებთ ლამას. აი ასე, ეხლა უკვე ეთელება, ეხლა უკვე სავარცხელი ვეღარ ერევა, ეთელება ძალიან და უკვე აწუხებს. ანუ 6 თვეში უკვე შეთევას იწყებს და აღარ გვინდა. უშრაკაი სიგრილე შემოდის, დღეს საღამოს ალბათ კოჭის წინდებს ჩავიცვა. თქვენთან როგორი ამინდია? რამდენიმე ბლოგერს გადავხედე და ქობულეთიდან გამოგცევა გვინდაო ისეთი ამინდიაო. ჩაგვშიო წვიმსო, დენის გაითიშაო, ინტერნეტის გაითიშაო, მოკლედ. რაო, ბაძუცა, მოხვედი ჩემთან. ჩემი პაწაწინა ბიჭი როგორ შეეშინდა დღეს ჭექაქუხილის როგორ შეეშინდა. ძები მზისა, ძები აღარ დავაკონკრეტებ კიდე, მშიშერას ვიტყვი მარტო, როგორი ხარ? ჩემი პაწაცა მოვიდა და სუნავს. აი, ასეთი ამბებია ჩემო კარგებო ჩემთან. თქვენ როგორ გიკითხოთ? რამდენიმე თქვენთაგანი ზღვაზე ვნახე. ლამაზად და კოხტად ისვენებდა. თქვენთან როგორი ამინდია? ჩემთან აი ესეთი ამბები ხდება. 18-ში ველოდები გერმანიიდან ჩემი მეგობარი ჩამოდის. მიხარია ძალიან, 3 კვირა დარჩება და სადღაც გამოვისეირნებთ.
უკვე სიგრილეც იქნება, იმას წაუყვარს სიცხეს. ხო და ნახოთ, აბა რას დავგეგმავთ. ძალიან გვინდა ალექსეევკისკენ გერმანულ სოფელში წასვლა, იმიტომ რომ ეს გოგო თვითონ არ არის გერმანელი, მაგრამ გერმანიაში ცხოვრობს, გერმანულ კულტურას ეცნობა, გერმანული ენა ისწავლა, რეზიდენტია და მადლიერია ზოგადად იმ ქვეყნის და აინტერესებს ქართველი გერმანელების საქართველოში ჩამოსახლებული, ჩამოსული გერმანელების სოფელი როგორია, მეც მაინტერესებს. შეიძლება წავიდეთ, ნახოთ. მე ძალიან მინდა ტიმოთე სუბანში ასვლა. ტიმოთე სუბანი არის იქით ბორჯომი ბაკურიანისკენ, ესეთი სოფელი, იქით არის წაღვერი, ცემი, მზეთამზია, არაჩვეულებრივი, ულამაზესი ადგილია ეს სოფელი მზეთამზე, იცით როგორია? მართლა მზეთამზია, აი ამდენი მზე, აი ესეთი სვეტებად ჩამოშვებული სინათლე მე არსად არ მინახავს, ეს არის რაღაცა საოცრება. ხო და იქვე არის სოფელი ტიმოთე სუბანი და არის ძალიან საინტერესო საეკლესიო კომპლექსი. ნამყოფი ვარ ერთხელ, ეს იყო აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისი, უკვე აღარ ცხელოდა, მაგ მხარეს საერთოდ არ ვიცი ცხელა თუ არა და მომნათლეთ ჩემი ბიძაშვილის შვილი. პატარა იყო, სულ პატარა 40 დღის იყო, მე მგონი, რაღაც არაჩვეულებრივი დღე გქონდა. იქვე თავის კელიებში შეიყვანეს, ხმაურის გარეშე რომ დაეძინა. იქვე სატრაპეზოში გავშალეთ სუფრა და სხვათა შორის სულ მავიწყდება, სურათები მაქვს გადაღებული მთელი ერთი პირი და აუცილებლად უნდა დავბეჭდო. იქ მეც ისეთი ახალგაზრდა და გამხდარი ვარ. ჩემი ბიძაშვილები, მამიდაშვილები არა, ჩემი ბიძაშვილები, დეიდაშვილები ისეთი პატარები არიან, ახლა უკვე თავისი შვილები რო ყავთ. ყველა ძალიან გაგვეხარდება მაგისი ნახვა, უნდა მოვავა მაგ საქმეს თავი. ხო და აი ტიმოთე სუბანში მინდა წასვლა, შემოდგომა არის ულამაზესი, აი ულამაზესი. თაფლი ქონდათ თავისი ნატურალური, მოგვართვეს, საოცრება იყო. თაფლზე გამახსენდა. აქ ქარელის რაიონში არის სოფელი კეხიჯვარი და კეხიჯვარში ამხანაგები მყავს, რომლებსაც ისა აქვთ. სკები ყავთ. შეუკვეთეს 3 კილო თაფლი და 3 კილო კი არა, 3 ლიტრიანი ქილა და გაძვირებულია 120 ლარია, მაგრამ ძალიან ვენდობი. ვიცი რომ ხელოვნური და გაკეთებული და ნამაიმუნარი არ არის და მირჩევნია რომ იმ რაღაც 30 ლარით მეტი გადავიხადო. ასევე ძალიან მინდა წაბლის თაფლი, ნატურალური წაბლის თაფლი, იმერული და არავინ არ ამყავს ვისანაც შევიძენ და ვენდობი, ნამცხრისთვის წაბლის მირჩევნია ძალიან. ძალიან მიყვარს და გოზინაყიც და ნამცხვარიც წაბლის მირჩევნია, მაგრამ რა ვქნა? ვერ შოვლო. მე არ ამყავს ახლობლები, თორე ხა ვიღაცას გასაყიდი რჩება შეიძლება და ეძებს მომხმარებელს. ასე რომ თუ ვინმე ყავთ და ვისაც შეუძლია რომ პოსტით მომაწოდოს, იქნება მომწეროთ. დიდი სიამოვნებით ვიყიდი. ტასიკოსთან სამსახურში მშვიდობა, ველოდებით welcome box. რას ნიშნავს ეს მეთქი და welcome box-ი არისო თანამშრომლისთვისო, ახალი მიღებული თანამშრომლისთვისო სასაჩუქრე ყუთიო, რომელშიც რაღაც ესეთი სამსახურის მეებით, რა ქვია, სიმბოლოებით, რაღაცა ბლოკნოტი, რაღაცა ჭიქა, რაღაცა, რა ვიცი, რაღაცები იქნება. ველოდებით, ასევე ველოდებით, ჩემმა მეუღლემ გერმანიიდან გამოგზავნა, საჩუქრები გამოგიგზავნეო, მითხრა, ბარგის გარეშე ქონდა ბილეთი და მითი გამოგზავნა პოსტით, ველოდების საჩუქრებს, თქვენც გაჩვენებთ, unboxing-ი გვექნება ერთად. მიხარია ერთი სული მაგროდის ვნახავ. ასევე
რა გვაქვს კიდე სიახლე? რა ვიცი, რამე გვაქვს კიდე სიახლე, აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს. ძალიან მომიწესრიგდა, ჩემო კარგებო, დავიწყე ხელახლა, შესვენება ხომ მქონდა ორი თვე და დავიწყე D ვიტამინის მიღება, დეკოლეროლ 5000-ს ვიღებ მე დღე გამოშვებით. სულ რაღაც 10 დღე, არა 10 დღე არ არის. რამდენი ხანია? არა, უფრო მეტია. უი, რას? ორი ფირფიტა მივიღე უკვე და ორი ფირფიტა არა, ერთი ფირფიტა მივიღე. ერთ ფირფიტაზე 7, ანუ 2 კვირაა რაც ვიღებ. ესე იგი, აი ამ ორმა კვირამ მე არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ არა მგონია მეჩვენებოდეს. აი ამ ორ კვირაში მე მომიწესრიგდა ძილი, ძალიან ცუდად მეძინა, აი ჩაძინება მიჭირდა და ღამე რაღაცა შფოთით და სპაზმებით გრძნობდი. მეღვიძებოდა ხოლმე და ძალიან კარგად მძინავს. შეიძლება ეს აგრილების ბრალიც არის. თუმცა არის დღეები, იცით, აი გუშინ 28 გრადუსით გვიჩვენებდა მანქანაში, იმის წინ 35 გრადუსიც კი იყო, მაგრამ მთლიანობაში გრილა. აი ესე სასუნთქი ჰაერი რო აღარ იყო და ღამე რო ისეთივე სიცხე იყო, როგორც დღე, ესე აღარ არის. და ძალიან გემრიელად მძინავს, ასევე მომიწესრიგდა ხალხო. აი ეს რო ძალიან რომ მომში უფრო მეტად ჭამის დროს ხვდებოდი, ცუდად ვიდრე რომ მომშივდებოდა. აი ეს ცუდად გახდომა წინ ასწრებდა მოშიმშილის შეგრძნებას. სულ არ მშიონდა, მაგრამ უნდა მეჭამა, იმიტომ რომ გრძნობდი რომ რაღაცა ვერა ვარ, ანუ შაქარი იწევდა დაბლა. ძალიან მომიწესრიგდა. კი, საათობით მივირთმევ და ესე დიდი შუალედები რო არ გავაკეთო, ვცდილობ. ძალიან დიდი შუალედები, მაგრამ მადლობა ღმერთს და აშკარად ისეთი შეგრძნებები აღარა მაქვს. ეს შეიძლება იმის ბრალიც არის, რომ ტრენაჟორზე დავდივარ. შეიძლება კორტიზოლის დონემ დაიწია. ასევე ვიპოვე პატარა 1 კილოიანი განტელები თავის დროზე ვიყიდე იტალიაში. ფასტაკლება იყო 1 ევრო მივეცი. და ესა გამოვგზავნე. და დავიწყე იმითი ვარჯიში, კარგია ხელებისთვის, კარგია, აი აქ რას ეძახიან, რუსები ეძახიან ამას ხოლკა, ივდოვი, გორბ. და ჩვენ რას ვეძახით არ ვიცი. აი ამ ადგილას რომ აი სადაც ნერვიული დავესინია, ძარღვები გადის, მტესები, ეხერხემლის დასაწყისში და აი აქ რომ დიდი ის რომ მადევს ცხიმის გროვა და რომ უშლის ჟანგბადის მიწოდებას თავში და რომ გაწუხებს სახსრებში და ყველგან. მაგისთვის სპეციალური ვარჯიშებია ინტერნეტში და პატარა განტელებით ვაკეთებ. კილოიანზე მეტი განტელი არასოდეს არ მეხმარია, ლიტრიან ბოთლს ვიღებდი ხოლმე, ცოტა მოუხერხებელი იყო ეს მსხვილი რო იყო და ამიტომ ვიყიდე ჩემთვის პატივი ვეცი პაწაწუნა განტელები თითო ევროდ. აი ესე. კიდევ რას ვაკეთებ, აბა რა საინტერესოს. ხო, რას ვაკეთებ კიდე და ძალიან ბევრ ვარიანტს განვიხილავ ჩემი დასაქმებისას, შინშრომას ვისხმობ რა თქმა უნდა. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ არსად არ მეჩქარება. მე მაქვს მაგის ბედნიერება და ფუფუნება. ფეხზე გადადებული ხარო, როგორც ბლოგერიო, ხო, მომწერეთ და თქვენ პირ შაქარი, მაგას რა ჯობია. თუმცა ჯერ არხს არაფერი არ მოაქვს. რას მოიტანს არხი, როცა კვირაში ერთხელ ვდებ ვიდეოებს. ამას უნდა ძალიან აქტივობა უნდა ამ ყველაფერს. და მივესალმები და ყოჩაღ და ვაქებ და აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც ეს რეგულარულად სოციალურ ქსელში თავი გამოამჟღავნა აი თავისი რეგულარული ნაშრომით, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თითოეული ვიდეო მაინც ნაშრომია, როგორც არ უნდა გვსიამოვნებდეს და ამას წინათ ძალიან საინტერესო ლექცია მოვისმინე ერთი ფსიქოლოგის. ჩვენ ყოველთვის გვგონიაო, ყოველთვის არა, უმეტესად გვგონიაო, რომ
საქმე რომელიც გსიამოვნებსო არ უნდა მოქონდეს შემოსავალიო და რაღაცნაირად გვერიდებაო საქმე რომელიც გსიამოვნებს ის უფრო გვეიოლება გგონია რომ ყველას გამოუვა გგონია რომ ყველას შეუძლია გგონია რომ ამაში არ უნდა ავიღოთ გასამრჯელო და სინამდვილეში გვაგვთნის ამაში გასამრჯელო თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი არასოდეს თქვა არასოდესო მაგრამ არა მგონია მე ოდესმე დონაციის კარი გავაღო რომელიმე არხზე და ვთქვა რომ მაყურებლებო თუ შეიძლება ჩამირიცხეთ არასოდეს არ ვიტყვი მე მაგას არა მე არ ცუც არ ვამბობ არავიზე ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს და ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს გასამრჯელო თავის ნაშრომში გინდა ამ პლატფორმაზე გინდა სხვა პლატფორმაზე უნდა დონაცია მოითხოვოს უნდა მონეტიზაცია ჩართოს უნდა რეკლამა მიიღოს მე შეიძლება ჩავხტო მონეტიზაცია შეიძლება მაგრამ ამას ავიღებ მე YouTube-დან პლატფორმიდან და არა მაყურებლიდან მაყურებელი ამ ყველაფრისგან თავისუფალი უნდა იყოს ჩემი აზრით ჩემ არხზე სხვა მსხვის არხზე თვითონ როგორც უნდა ისე გაფაცვითოს მე არ ვამბობ რა თქმა უნდა მათზე ვისაც ეს ძალიან ჭირდება ეს ოპერაცია იქნება მკურნალობა იქნება რა იქნება ვიღაცის გადარჩენა იქნება ვიღაცა უსახკაროს თვის სახლის შეგროვება ფულის შეგროვება ამაზე მე არ ვლაპარაკობ ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ პლატფორმაზე ქველმოქმედებას მეცენატობას მე დონაციაზე ვლაპარაკობ აი ესე რომ მიყურებთ და რო გითხრათ რომ იცით ჩამირიცხეთ ხოლმე თანხა თითო ლარი და ან კიდევ იცით როგორ ხდება მაგის საშუალებაც არის პლატფორმაზე რომ გამოწერა გააკეთო არც ეგ არ მომწონს აი თუ გამომიწერ მაშინ შენ განსაკუთრებულად ბევრ ვიდეოს ნახავ და განსაკუთრებულად ბევრ რეცეპტს მოგცემ და თუ გამომიწერ აი როგორც მაგალითად Netflix-ი და როგორც რაღაცა განსაკუთრებული არხები კონკრეტულ ამ არხზე რომ რაღაც კონკრეტულ ფულს ვიხდით და მხოლოდ მაშინ მიგვიწვდება ხელი და მხოლოდ მაშინ მუშაობს ღილაკი ფულზე აი ესეც შეიძლება რომ ჩემი არხი გახდეს გამოწერეთ და თქვენ თვეში ერთხელ 5 ლარი გადაიხადოთ არა მე მაგას არ გავაკეთებ მე მართლა ძალიან მიხარია თქვენთან ურთიერთობა თუ იქნება შემოსავალი თვითონ YouTube-დან და თვითონ რეკლამას თუ მომიტანს მეწარმე ბიზნესმენი მივესალმები მაგრამ სხვანაირად არა მე იწყება ხოლმე ისედაც ვერიდები აი ამ ცუდ კომენტარებს და კონფლიქტებს და იწყება ხოლმე რომ აი ხალხი ლარს გირიცხავს და შენ კიდე ზღვაზე წახვედი და აჰა მაგის თავი არა მაქვს დამასვენეთ საჩემილია მაგდე არა აი ასე სიახლე კიდევ ის არის რომ მე ისედაც მეხერხება შილაკის ამბები ისედაც სამოყვარულო აპარატურა და ხელსაწყოები მაქვს და მინდა რომ პროფესიონალურად ვისწავლო და პროფესიონალურად ვისწავლი აგარაშივე რომელიმე სპეციალისტთან რომელთანაც მე დავდივარ ყველა კარგია ну რომელთან რა ორთან დავდივარ მე და ორივე ერთმანეთზე უკეთესია რომელიმე ამიყვანს რაღაცა გრაფიკით მაინც და კიდევ ასევე მინდა რომ წარბების ლამინირება დაგრძელება ვისწავლო და ამ ყველაფერს ჯერჯერობით ვსწავლობ თეორიულად ინტერნეტში ძალიან ბევრი მასალაა ხელმისაწვდომი ეს იქნება აუდიო მასალა იქნება ბეჭდური თუ ვიდეო თუ როგორიც გინდა სულო და გულო თუ ფოტო და ჯერჯერობით აზრზე მოვდივარ იმიტომ რომ არც ვიცოდი როგორ კეთდებოდა არც ვიცოდი რა განსხვავება იყო ასევე მე მაქვს სერტიფიკატი არავითარის არა აქვს ვაგიმა სერტიფიკატს ძალა მაგრამ ცოდნა მაქვს და გავლილი მაქვს იმიტომ ვამბობ სერტიფიკატი მაქვს მეთქი თორე ხა თვითონ ჩარს ჩოში ჩასმოიფუძელი 900 მილია ეგეთ დავბეჭდო ცოდნა მაქვს გამივლია კურსი და მიმუშავია კიდევაც ლაზეროთერაპისტად და აი ეს სამი ხელობა მინდა რომ მქონდეს არ ვაპირებ ამ ყველაფრის საქართველოში გამოყენებას თუმცა ვნახოთ მაგრამ მინდა რომ მზად ვიყო ემიგრაციისთვის მე მგონი რომ
მომიწევს ემიგრაციაში წასვლა, ეს არ მოხდება ამ წლის ბოლომდე და მომავალ წელს, მაგრამ როცა მომიწევს, მინდა რომ ხელობა მქონდეს იტალიელის, ესპანელის თუ პორტუგალიელის სახლის დალაგებას და ასაკოვანი ალცჰაიმერიანი მძიმე მოსავლელი პაციენტის მოვლას ჯობია რომ აი ეს ხელობები მქონდეს და რაღაცნაირად ჩემი ხელფასი გამოვიმუშავა, იმიტომ რომ ემიგრაციაში თუ მოგვიწია წასვლა, ჩემო კარგებო, ვერავითარ შემთხვევაში ერთი და ორი ხელფასი ვერ გვეყოფა იქ. ასე რომ მინდა რომ ვიყო მზად. ასევე ადრე მქონდა ხოლმე და ახლა აუცილებლად ონლაინაც და არაონლაინაც და არაონლაინ იქნება მხოლოდ აგარაში. მინდა დავიწყო ისევ მართვის თეორიის სწავლება. კარგად ვიცი ეს საქმე მე, გადმოცემა და ქაქანი ქემეხერხება, როგორც ბევრი თქვენგანი აღნიშნავს. ხო და აუცილებლად აი ხა უბრალოდ გადავხედე ყველაფერს, აი ახალი საკითხებია შემოსული, რომელიც რა თქმა უნდა მძღოლი თუ ხარ, უნდა ისწავლო და გადახედო. და აღვიდგენ იმას კი არა, ცოდნას, აღვიდგენ იმას თუ როგორ გადავცემდი. როგორ ვასწავლედი, რამდენი დღე ვასწავლედი, რომელ საკითხებს გავდიოდი პირველ გაკვეთილზე, რომელზე გავდიოდი მეორეზე, მესამეზე, მე საგამოცდო დღეს ვაკეთებდი ხოლმე მოკლედ, აუცილებლად უნდა ესეც იქნება ერთი ჩემი მშვენიერი შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ ეს იაფი არ ღირს ხალხო. 2017 წელს მე აგარაში, მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ტარება ვიცოდი და ქალაქშიც დავდიოდი, უსინდისობაა, მაგრამ ვაღიარებ. მე არ მქონდა მართვის მოწმობა და 2017 წელს მე აგარაში გავიარე სკოლაში თეორიის კურსი. სკოლაში ქონდა გორელ ქალბატონს, ძალიან კარგი პედაგოგი იყო სხვათა შორის, ალბათ ახლაც არის, უბრალოდ აქ აღარ არის, იმიტომ რომ ჯოზერთი სკოლაში ის არის რემონტია. იმის შემდეგ კიდე სადღაც სხვა კერძო ობიექტზე ვნახე, ეს იყო სადღაც 5-6 წლის წინ, იმის მერე დიდხანს არ მინახავს. და 2017-ში მე გადავიხადე 90 ლარი 10 დღეში. 90 ლარი გადავიხადე მაშინ. ახლა ალბათ იქნება მეც ვერ მოვითხოვ 100 ლარს ვიტყვი. და რაც შეეხება ონლაინი არის როგორც 25-იანი, არის ისე 50 ლარიანი, ასე რომ იცოდეთ ჩემო კარგებო, სულ მალე მე მაგის რეკლამასაც დავდებ და გამიზიარეთ, ძალიან ბევრს აქვს სურვილი ისწავლოს და მე კიდევ მაქვს სურვილი მყავდეს რაც შეიძლება მეტი მოსწავლე. ონლაინი Zoom-ში ხდება. ძალიან მოსახერხებელი ფორმაა, იცით, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, სად დაჯდება ადამიანი. დაჯდები ადამიანი ტელეფონთან, ტელეფონის ეკრანზე ხედავ იმას, საკითხებს, რომ გამოდის კითხვები და შენთან ერთად პედაგოგი გადის ამ ყველაფერს, იქ კიდე რაღაცა პატარა ხრიკებია, იქ კიდე პატარა ეშმაკობებია, იქ კიდე ეშმაკობა და ხრიკი იქით იყოს, არსებობს მარტივად სწავლის გზები. აი შენ ისწავლე ეს წესი და ეს წესი გამოგადგება კიდე რამდენიმე თავში და რამდენიმე საკითხში. ეს წესი თუ იცი, ის საკითხები გავლილი გაქვს უკვე და სათითაოდ თითო ბილეთში დასამახსოვრებელი არ აქვს სწორი პასუხი და დასამახსოვრებელი არ აქვს ხელახლა აღსადგენი არ აქვს რატოა ეს პასუხი სწორი არ ვიცი ხა გამოვთქვი თუ არა როგორც ეჭა რაღაცა გამომდის აქ აი გიტლერი რაღაცა მაგაკ მომედო გიტლერი ასე რომ აი ეს არის ჩემი სიახლეები რამდენი ვილაქტაკუტე ხალხო მაგრამ მიყვარს ეს საქმე და აი რაც გინდა ისქენ კიდევ ერთი ახალი ამბავი ის არის რომ ბოლო ვიდეო რო ჩავწერე და პოზიტიურ აზროვნებაზე რო ვილაპარაკეთ პოზიტიურ განწყობაზე утверждение როგორ არის ქართულად утверждение
ну როგორც არის რა მნიშვნელობა ბევრი კომენტარი დაიწერა ამასთან დაკავშირებით აი პოზიტივზე, პოზიტიურ აზროვნებაზე, ხო, კიდე ბევრი კომენტარი დაიწერა იმაზე, რომ კარგი გოგო ვარ, აღარ დავკონკრეტდები, ახლა რომ განათლებულიც ვარ, ინტელექტუალიც ვარ, შეგნებულიც ვარ და ჩემი საკადრისი პასუხის გაცემა ვიცი. შეურაცხყოფის გარეშე. და რომ ეს მხოლოდ მე შემიძლია, მადლობა დიდი, გაიხარეთ. ხო და ამაზე ხო იყო კომენტარები და კომენტარები იყო ზოგადად აი პოზიტიურ განწყობაზე, აზროვნებაზე, ის რომ мысли материальны, რომ აზრები და განწყობა მატერიალური ხდება და ვცადე და ჩავწერე ერთი ვიდეო. აბა იქნებ მოგეწონათ. დავდებ ამ არხზე ამ ვიდეოს მონტაჟის პროცესშია. ჯერ ახლა ამ სალაპარაკო ვიდეოს გამოუშვებ და შეიძლება დღესვე გამოუშვა, დღეს ან ხვალ გამოუშვა ის მეორე. ჩემი საყვარელი ლიტერატურა, სამეცნიერო და ეზოთერული და ესენი ერთმანეთს არ გამორიცხავენ, როგორც ახლა აღმოჩნდა. და ამონარიდები წიგნებიდან, აი ამ თემაზე, ამონარიდები სხვადასხვა გადაცემებიდან, ამონარიდები სხვადასხვა ბლოგერების ვიდეოებიდან. ეს არის ზოგი ინგლისურ ენაზეა, ზოგი რუსულ ენაზეა, სხვა შორის ქართულებიც არის ამ ბოლო დროს და დავდებ აი ამ ამონარიდებიდან საინტერესო ტექსტებს, ესე ვთქვათ, კადრს მიღმა წავიკითხავ. ჯერ ამ არხზე დავდებ, როგორც უკვე აღვნიშნე და თუ გამოხმაურება ექნა, შეიძლება ამ არხზე ერთი პლეილისტი ან ცალკე არხი გავაკეთოთ ამის შესახებ და რა თქმა უნდა, ვისაც გაინტერესებთ იმ არხზე გამომყევით. მოკლედ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვეპოტინები, მე ვერ ვარჩევ პრიორიტეტს და მე ყველაფერი მეზარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვიყრი თავზე. ასე რომ მე მგონი მაგ ყველაფერს მივხვდით უკვე. ხო და მაპატიეთ, მომიტევეთ, თუ გეგმა ბევრი მაქვს, დაპირება ბევრი მაქვს და გაკეთებით კი ცოტას ვახერხებ, მე ვცდილობ რომ გამოვსწორდე. აი ესე. როგორც ახლა ამბობენ, როგორც მოდაშია, კოუჩები ამბობენ, შენი თავის საუკეთესო ვერსიას ეძებ. რა ვიცი, არ არის ცუდი ფრაზა. რა არის მაგაში ცუდი? მე მაგალითად ვიპოვიდი უფრო უკეთეს საკუთარ თავს. უფრო უკეთესი იმითი რა ქვია, უნარებით. თორე ჩვენ საკუთარ თავს არაფერი არ შეგვიძლია. უფრო უკეთესად თუ გავიცნობთ ჩვენ თავს და უფრო უკეთესად თუ გამოვავლენთ ჩვენ საკუთარ თავს და ამაში გვეხმარებიან უნარები. აი ეს შემოკარგება. აი ეს არის ჩემი სიახლეები. აუცილებლად მომწერეთ რა ხდება თქვენთან. აუცილებლად მომწერეთ როგორ ემზადებით სკოლისთვის. აი გუშინ ვიყავი ორ ნაბიჯში და რომ გადავხედე იმ როეულებს და პასტებს და პენალებს და ფანქრებს. ერთი დახლი გაუკეთებიათ სასკოლოდ, რომ ღმერთო მეთქე რა კარგია, რომ 17 სექტემბერს სკოლაში არ მივდივარ კიდევ ერთხელ რა ბედნიერება. ხა კიდე საყიდელი მქონდეს, გუშინ დავლაშქრე ორი ნაბიჯი. ძალიან გაძვირდა ყველაფერი. წარმოუდგენლად გაძვირდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფასტაკლებები ქონდა, რაღაცეები ის, რასაც მე მუდმივად ვყიდულობ ხოლმე, ასე მაგალითად სარეცხის საშუალება სიო, სულ მაგას ვყიდულობ, ისეთი სურნელი აქვს, მინარიაში არ გაწუხებს რა, აი, ესეთი არ არის, ძალიან აქტიური არ არის. რეცხვითაც კარგად მირეცხავს, რა ვიცი, მე არა მაქვს პრეტენზია, თუმცა მჯობნი არ დაილევა. ფასიც მომწონს და ხან მიყიდიათ 11-ად, ხან მიყიდია 10-ად, მიყიდია 9-ად, გუშინ მაგალითად ვიყიდე 6 და რაღაცად. თლაშვიდი არ იყო, 6 და რაღაცა. კი, იყო ფასტაკლებები, აი ეს არახისი, იმაში, ქილაში მარილიანი, რომელსაც სნეკებად ფილმთან, ან მუშაობის დროს, ან წერის დროს ვაცუცნავებ ხოლმე. ფასდაკლება იყო ზეთზე, რაღაცაზე იყო კიდე ფასდაკლება, კარაქზე იყო ფასდაკლება, უბრალოდ სპრედია. იმის გარეშეა, მავნე რაღაცეების გარეშეა, დიდი სპრედია, იმაზეც ფასდაკლება იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ერთ წელი კიდე დავამატე ცხობაში მადგება. და მაინც ძალიან დიდი თანხა დავტოვე, მაგ თანხით მე ერთი თვე მიცხოვრია და ახლა დავტოვე და გაოცებული დავრჩი რაღაცების ფასებით. აი ასე მაგალითად 400 გრამიანი მაიონეზი ღირდა 10 ლარამდე, 9 და რაღაცა. უკვე შემოდგომისკენ მივდივართ და ყველის ფასმა მოიმატა. მე არ ვიცი საერთოდ რას გვიპირებენ უბრალო ხალხს. მე არ ვიცი საერთოდ როგორ არიან პენსიონერები და სიმართლე გითხრათ მე ცოტა მიკვირს მე მიკვირს ის რომ მაინც ვახერხებთ ქართველები დღესასწაულების აღნიშვნას, დასვენებას. რა ვიცი, არ ვიცი. მე პირადად ძალიან მადარდებს, ბავშვობიდან ძალიან მადარდებს აი სოციალური პრობლემები, იმიტომ რომ ეს არის პირველი. არ შეიძლება ესე ლაბორატორიის იმასავით, მღრღნელებივით სადღაცა შეყვარონ და არ იფიქრონ იმაზე ყოფნის, არ ყოფნის, გვიხარია, არ გვიხარია და საერთოდ არ მოგვეპყრონ ისე როგორც ადამიანებს უნდა ეპყრობოდნენ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არავის მომხრე არა ვარ რა. ბუბუკი რას აკეთებ? ბუბუშა აი ასე არ მინდა რომ აი ამ პესიმისტურ ნოტაზე დავასრულო და ვიტყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება და უბრალოდ კი არ ვიტყვი, აი ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩემო კარგებო, კარგია თქვენთან ურთიერთობა. ვეცდები, მართლა ვეცდები და როცა ცდილობ ყველაფერი გამოდის. ვეცდები რომ უფრო ხშირი ურთიერთობა გქონდეს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, გისურვებთ კარგ საღამოს, მშვიდობიან ღამეს, კარგ მზადებას სკოლისთვის, ვინც მიდიხართ სკოლაში და შევხვდებით ისევ აქ, ან TikTok-ზე, არხზე გემრიელი ცხოვრება. გამოიწერეთ არხი აქაც, იქაც, გაუზიარეთ მეგობრებს, დიდად მადლობელი დაგრჩებით და დაგიბრუნდებით სიახლეებით ორივე არხზე. აბა ჩემო კარგებო, ჯანმრთელად.